მოგესალმებით ბავშვებო, მოგლეთ ვაგრძელებთ ჩვენ აი ამ წვალებას Cisco Packet Racer-ში ჩვენ წვალებას. მოდით ახლა პატარა ქსელი ავაწყოთ და პრინციპში დღევანდელი თემა იქნება უსაფრთხოების საკითხი. ერთი პატარა უსაფრთხოების საკითხი. უსაფრთხოება საკმაოდ წინა პლანზეა წამოწეული Cisco-ში, ზოგადად Cisco-s აპარატურაში. და შევეხებით აი დაკვირით შევეხებით ჯერ რა ანუ მინიმალური ესე ვთქვათ უსაფრთხოება რო უზრუნველყოთ მოწყობილობის. თვითონ სანამ აი ამ უსაფრთხოების ესე ვთქვათ გადავალთ უსაფრთხოებაზე მანამდე მინდა გითხრათ რომ Cisco-s ესე ვთქვათ switch-ი აქვს სამი რეჟიმი ესე ვთქვათ სამი რეჟიმი აქვს რა ერთი ჩვეულებრივი რეჟიმი როცა შეხვალთ ანუ ჩვეულებრივ ტერმინალში შედიხართ როცა კონფიგურირება გინდათ აი ამ switch-ის ანუ Cisco-s switch-ის და იქ უკვე ბრძანებებით აკეთებთ კონფიგურირებას და ანუ ერთ-ერთი ალბათ პირველი აი თქვა როდესაც მოვა ახალი switch-ი ეს არის პაროლის დაყენება და აი ზუსტად მაგას გავაკეთებთ მოდით აი თქვა წარმოიდგინეთ რომ მოვიდა ახალი switch-ი გააქვს რაღაცა ქსელი მოდით ისე გავაკეთოთ აი კონტროლი დააჭირეთ თქვათ ერთი კომპიუტერი, ორი კომპიუტერი გამორთეთ მე ისევ კონტროლს დააჭირეთ და აი თქვათ დავდოთ ორი ნოუთბუქი ავიღოთ ახლა switch-ი ნებისმიერი switch-ი გამოდგებათ და მივაერთოთ ავტომატურად ანუ კონტროლი და ავტომატური მიერთება ესე მივაერთოთ ეხლა ერთადერთი რაც დაგვრჩენი IP მისამართები გავუწეროთ, რომ სიმულაცია შედგეს. ანუ 192, 168, 0 და 1. მოდი ამას მე დავიმახსოვრებ მაინც რომ არ ვიწყალო შემდეგის ასაკრეფად კონფიგურაცია. უკვე მეორე იყოს ეს მისი IP ეს იყოს მესამე fast ethernet შეხვალთ აქ მესამე უკვე და აი ეს უკვე მეოთხე ეს არის ბოლო ეს მეოთხე ესე მოკლედ მოდით ახლა შევიდეთ აი აქ და აქ არის CLI ანუ ეს არის command line interface ანუ ბრძანებათა ხაზის ინტერფეისი. აი CLI-ში რო გადმოხვალთ, აი ესეთი ნაწერებია. მოდით ახლა აქ enter-ს დავარქვათ enter-ი და აი ეს არის უკვე აქ შეგიძლიათ უკვე ბრძანებები აკრიფოთ. ახლა აქ სულ რამოდენიმე ვარიანტია, ანუ პრინციპში ახლა მე აგიხსნით ელემენტარულ რაღაცებს, რაც მე ჩემი აზრით უნდა იცოდეთ. აი მაგალითად კითხვის ნიშანს თუ დაწერთ, დაგიწერთ ბრძანებებს, რომელიც აი ამ რეჟიმში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ანუ ეს რა რეჟიმია ახლა აიღურეთ switch და მე აი ეს მეტობის ნიშანი თუ არის ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივ რეჟიმში ხართ რა, ანუ და აი ამ ჩვეულებრივ რეჟიმში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ბრძანებები. აქ არის ესე ვთქვათ, აღწერილი თითოეული ბრძანება, ჩვენ ახლა ჯერჯერობით ეს ბრძანებები არ გვაინტერესებს, მხოლოდ აი ეს ორი ბრძანება უნდა შევისწავლოთ ახლა. აი ეს არის გადართვა პრივილეგირებულ რეჟიმში. ანუ რა, ესე ისეთ რეჟიმში გადავდივართ, სადაც პრივილეგირებული ბრძანებები შეიძლება გამოიყენო. ანუ ესე იგი, აი ამ ბრძანებებს პრინციპში ემატება უფრო მეტი ბრძანება, ანუ სია უფრო მეტი აქვს, შესაძლებლობები უფრო მეტი აქვს. აი ეს ბრძანებები პრინციპში არის მოდი ესე ვთქვათ, ინფორმაციის დათვალიერების ვარიანტი აქვს. თუმცა კიდევ არის სხვა რაღაცეებიც, აი მაგალითად პინგი აქვს გაქვთ, აი მაგალითად მოდი დავპინგოთ აი ეს მაგალითად, ხო? ანუ აი პირდაპირ ping მე 192 0 და 1. აი ახლა უბრალოდ ანუ ისე არ პინგავს როგორც ჩვენ წამახთ, აი ეს არის აი წერტილებს მეჭდავს. ანუ რამდენიმე საგზავნის და მე მოკლედ
გვეუბნება რომ ყველაფერი დასრულდა თან რით დასრულდა იმასაც გვეუბნება ისეთი რაღაც ანუ 2 წამი მოუნდა სულ და მოკლედ 5 გააგზავნა და პრინციპში და ანუ 2 წამი მოუნდა მოკლედ აი ესე შეგიძლიათ რეალური მოწყობილობას დაპინგოთ რა ანუ აი თუ იცით მოწყობილობას რომ დაერთეთ ახალ მოწყობილობას ანუ ეს switch-ი ხედავს რა მოწყობილობა შეგიძლიათ აი დაგაპინგოთ აი ესეთაირად ხო მოდით ახლა დაუბრუნდეთ აი ამ ბრძანებას ახლა მე ტერმინალში არა ვარ ამიტომ აქ თავს უფლებას მიცემ აი ესე გადავაკოპირო პირდაპირ და უბრალოდ ბრძანებას რო ესე ვთქვათ აკრიფავთ მე კონტროლი ისა shift-ი და აი ეს რა ქვია შეკითხვა. ეხლა ეს პრინციპში ჩვენ არ გვინდა არანაირად ამას მე მოგიყვებით რა არის ეხლა ჯერჯერობით არ არის საჭირო უბრალოდ enable გავაკეთოთ და უყურეთ რა არის აი აქ დაგვიდით იყო აი ესეთი რაღაცა და გაჩნდა ესეთი ანუ switch-ი და sharp-ის ნიშანი გაჩნდა ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვართ უეჭველი უკვე პრივილეგირებულ რეჟიმში მოდით ახლა რა შესაძლებლობები გვაქვს პრივილეგირებულ რეჟიმში. იგივე shift-ი და ესე ვთქვათ კითხვის ნიშანი. აი ეს არის მოკლედ ჩამონათვალი, სია. რა ბრძანებებია, ეს არის მოკლედ ჩამონათვალი. ახლა ეს ჩამონათვალი სრული არის, აი შეგიძლიათ უკვე სხვანაირად ნახოთ. აი enter-ით ნახოთ, აი ეს არის სრული ჩამონათვალი, ანუ enter-ს რო დააჭერთ, გიბეჭდავთ სრულ ჩამონათვალს. აი ეს შეგიძლიათ ამოწეროთ, თითოეული რა არის. პრინციპში არ გინდათ ახლა ესე ამოწერა, უბრალოდ აქ რამოდენიმე არის, პრინციპში ყველა ბრძანება მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა შევისწავლით ამ ბრძანებას. ეს არის switch-ის ესე ვთქვათ restart-ი, ანუ თავიდან ჩაითვირთება ესე რო ვთქვათ. კიდევ რა არის? ანუ ეს არის exit-ი, ანუ აი ამ exit-ი რასაც ანუ პრივილეგირებული რეჟიმიდან გადავყავართ ჩვეულებრივ რეჟიმში რა, აი მაგალითად exit და აი ესეთი რაღაცა დაიწერება, უბრალოდ enter-ს დაარტყით და უყურეთ switch-ი მეტობის ნიშნი დაიბეჭდა. ეხლა ისევ გადავიდეთ პრივილეგირებულ რეჟიმში, ოღონდ მე შემოკლებულ ვარიანტს გავაკეთებ. N არის enable, ანუ შემოკლებული ვარიანტია და აი ხედავთ უკვე პრივილეგირებულ რეჟიმში ვართ. Так, enable და კითხვის ნიშანი აქ ლაბელი, პრინციპში. რატომ წეს ესე არ ვიცი. მოკლედ აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. ეხლა მოდით ისევ და ისევ კითხვის ნიშანი გამოვიყენოთ და აი ესეთი enter-ებით გადავიდეთ. ეხლა ჩვენთვის საინტერესო მოდით შემდეგში გადავიდეთ, შემდეგ იმაზე mode-ში. აი ეს არის კონფიგურაციის mode-ი, ანუ გადასვლა. კონკრეტულად ეხლა ჩვენ გვჭირდება ეხლა რა რეჟიმში შეგიძლიათ გადახვიდეთ. ანუ ეს არის ტერმინალი, ანუ ერთადერთი აქვს, ეს არის ტერმინალი. აი ავკრიფოთ ტერმინალს. და ეს არის გლობალური კონფიგურაციების რეჟიმში გადადიხარ, ანუ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ პრინციპში. აი ესეთ რაღაცას თუ დაგიწევთ, ანუ switch მერე ჭხილებში config და აი ეს sharp-ის ნიშანი, ანუ გლობალური კონფიგურაციის რეჟიმში ხართ. აქ უკვე ძალიან ბევრი ბრძანებებია, ძალიან ბევრი რა, არის რა, ბევრი ბრძანებები საკმაოდ უფრო მეტია. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს enable. ანუ ეს არის მოდიფიკაცია, paroli რო შეცვალოთ, აი ჩვენი ესე ვთქვათ, მისია ზუსტად ეს არის დღევანდელი ესე ვთქვათ ვიდეოსი, paroli შევცვალოთ, აი ახლა უყურეთ enable და კითხვის ნიშანი. აქ არის ორი ვარიანტი, გვაქვს ერთია პირდაპირ, ანუ enable password ან secret. პრინციპში password-ი არის ძველი და რასაკეთებს იცით, ანუ ფაილი არის სპეციალური ფაილი, სადაც იქ პირდაპირ ჩაწერს თქვენ რასაც აკრიფავთ. აი მაგალითად. აი ესე. და ნუ თქვა 1 2 3 4 5
ну, ანუ ფაილს აიღებს და პირდაპირ ამას ჩაწერს რა. ანუ არანაირად არ იშიფრება ეს ფაილი და ვინც მაგალითად შეუძლია გახსნას აი თქვათ თქვენი მოწყობილობა და მე ის ფაილი წაიკითხოს, ანუ პირდაპირ დაუცველია ეს ფაილი. მეორე ვარიანტი არის უფრო ჯიგრული, ანუ აქ უკვე ანუ აი ამის მაგალითად password-ის მაგივრად secret. ну აქ უკვე ფაილში წერება ისიც, მაგრამ არის დაშიფრული. ანუ მისი გახსნა გაცილებით უფრო რთულია. ანუ შეიძლება მოიპოვო ფაილი, მაგრამ შინთ მონაცემები მაინც ვერ წაიკითხო და ვერ აღადგინო პაროლი. და ესე შეგიძლიათ მოკლედ გააკეთოთ. ну ეს გასაგებია, რასაც ანუ password-ს როდესაც ვსვლით, მოკლედ ესე იცის რა. так ანუ თავიდან გააკეთა პაროლის შეცვლა. ეხლა ერთადერთი ახლა აქ რაც არის, აქ უნდა გავიდეთ, ანუ ეს არის გლობალური ესე ვთქვათ კონფიგურაციის რეჟიმიდან გავდივართ და მე არის აქ ესეთი ბრძანება აი ურეთ write არის რო დაიმახსოვროთ რა, ანუ ეს ცვლილებები რო დაიმახსოვროთ. მოდით ახლა მე გადავტვირთავ, ანუ გადავტვირთვა არის reload-ია. ესა, ახლა ურეთ, ანუ დაიმახსოვრო თუ არაო, მოდი, ანუ აქ, ანუ თქვენ პაროლს უცაცვლით, ანუ ყველა ვარიანტში ამას გეტყვით, მოდი ეს არ გვინდა. აი ეს არის უკვე თავიდან ჩატვირთვა, ანუ ლუადი ხდება, ანუ რაღაცა ანუ აი ამ მოწყობილობს აქვს ფლეშ მეხსიერება და ფლეშიდან იტვირთება აი ეს ფაილი სად იყო. აი არა. მოკლედ დავკარგე, სადღაც იყო. აქ უკვე ჩატვირთვისას რო ჩაიტვირთება რაღაცა ინფორმაციების გამოტანა ხდება, ოღონდ ეს სად არის უკვე აღარ ვიცი. ზემოთ არის აი ეს არის აქ სადღაც. ну მოკლედ ფლეშიდან იტვირთება რა, ერთ-ერთი ფაილია მოკლედ. ხო, ну აქ enter-ს დაარტყავთ და აი ჩვეულებრივ რეჟიმში ვართ. მოდით ახლა გადავიდეთ პრივილეგირებულ რეჟიმში და მე გადავიდეთ უკვე გლობალური კონფიგურაციაში. მე ახლა configuration ავკრიფეთ და მე ტერმინალი და მისი შემოკლებული ვარიანტი არის conf და trm. ანუ ეს არის შემოკლებული ვარიანტია და ავიღოთ ახლა ჩვეულებრივ აი ეს ბრძანება enable, სადა გვაქვს enable, აი ეს enable. აქეთები დავარტყათ. გავიტან ჩამონახვის დაფლა თუ არ გინდათ, მაშინ ისინი რომელიმე ისალს დააჭირეთ ესე ვთქვათ კლავიატურის და ახლა აქაც ვნახოთ რა გვაქვს. ანუ აი ეს გვინდა ყველა ვარიანტი, ეს უფრო თანამედროვე მოწყობილობებს აქვს, Cisco-ს თანამედროვე მოწყობილობებს აქვს. ანუ ძველებს ეს აქვს. ანუ პრინციპში თვითონ დაგიბეჭდავენ რა აქვს რა. ну თუ ეს აქვს, მაშინ ჯობია ეს გამოიყენოთ. თუ არა და ну რასიზად დააყენეთ ძველებურად. ну მაგალითად 1 2 3 4 5 6, აი 6 დავაყენეთ. ეხლა აქედან გავიდეთ და გავაკეთოთ აი ურეთ write სიმბოლოშია, ანუ write. ანუ ეს იგი ცვლილებები შევინახოთ. memory. აი ხერო თან ანუ ესე კონფიგურაცია დაიმახსოვრა და OK-ის მეუბნება. მოდით ახლა გადავტვირთოთ reload. კი ბატონო, გადატვირთე. აი ეს არის მოკლედ აი ეს ფლეშიდან იტვირთება ეს ფაილი. ну ეს bin ფაილია, ბინარულია. всё, აი შევედით. ანუ ჩვეულებრივ მუშაობს ახლა, მაგრამ enable-ს რო დავწერთ, უკვე პაროლს გთხოვს. ანუ პაროლი თუ არ აგრიფეთ, ვეღარ შეხვალთ 1 2 3 4 5 6. ახლა მე შევედი. ну აი მოკლედ ესეთი ჯიგრული რაღაცაა რა. ну ეს მოკლედ ახლა
თქვენ მე მოგიყევით როგორ იცვლება switch-ი paroli, ანუ ძველი მოწყობილობებში როგორ არის და ახალში როგორ არის. ახალში პრინციპში შენარჩუნებულია ძველი სტილიც, მაგრამ უბრალოდ არ გიჩვენთ. ჯობია ახალი სტილით შეინახოთ. პრინციპში სულ ეს არის, რაც მინდოდა მე თქვა თქვენთვის და მომავალში შეხვედრამდე.